მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. ჩვენ ვართ სტუდიაში გზა გასაყართან. ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს ბიბლიური გზაჯვარედინები. ეს გადაცემათა ციკლი ეხება ყველაზე გამორჩეულ პერსონაჟებს ბიბლიაში, მამამთავრებს, ძველ პატრიარქებს და მათი ცხოვრებიდან ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს გავარჩევთ ამ გადაცემებში. ტრადიციულად ამ თემაზე სასაუბროთ სტუდიაში მოვიწვიეთ თეოლოგი გიორგი გვასალია. მოგესალმებით ბატონ გიორგი, დიდი მადლობა მობრძანებისთვის. დღევანდელი გადაცემის თემა იქნება იოსების ეგვიპტეში წასვლა. თვითონ იოსების ცხოვრება ძალიან სავსე არის, საინტერესო გადაწყვეტილებები, თვითონ პიროვნება იოსების სავსეა წინასახეებით ქრისტესთან მინიშნებაში და ამიტომ რამდენიმე ნაწილად დავყავით ეგვიპტეში მისი ყოფნა და ვაგრძელებთ საუბარს იქიდან, რომ ძმებმა იოსები გაყიდეს, მიყიდეს მონათმფლობელებს, ვაჭრებს, რომლებმაც ჩაიყვანეს ის ეგვიპტეში. და ვიწყებთ აქედან, ბატონ გიორგი. რითი დავიწყოთ? ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი ეგვიპტეში იოსების ჩასვლის მერე. ჩვენ ერთი დათქმა უნდა გავაკეთოთ, უბრალოდ რომ მსმენელებისათვის გაუგებარი არ იყოს. ჩვენ ბიბლიური თხრობის ერთი თავი გამოვტოვეთ. შეგნებულად გავაკეთეთ ეს. იუდას და თამარის ისტორია ამოვაგდეთ, პირდაპირ ვაგრძელებთ იოსების ისტორიას და რატომ? ახლა რომ მივყვეთ თხრობას, ხო? 37 თავი გვთავაზობს ამბავს, იწყება ამბავი იოსების შესახებ. 39 თავი. და ხო, მე სრულდება ეს ამბავი იმით, რომ იოსები ძმებმა გაყიდეს და იწყება 38 თავი იუდას და თამარის ისტორია. და როდესაც იუდას და თამარის ისტორია სრულდება ამ თავით, შემდეგი თავი პირდაპირ იწყება, რომ ჩაიყვანეს ეს რა ქვია, ისრაელელმა ვაჭრებმა იოსები ეგვიპტეში და მიყიდიან ფოთიფარს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, აი ეს თავი რომ ამოვიღოთ, ეს 38 თავი რომ ამოვიღოთ. თხრობა ბუნებრივად პირდაპირ წელდება. ჩასმულია რატომღაც ეს თავი. მოდი ჩვენ ახლა ამაზე საუბარს გავაგრძელებთ, რატოა ჩასმული. ჩვენ ცოტა მოგვიანებით. ჩასმული არა შემდგომი რედაქტორების, არ თუნდაც მოსემ გააკეთა, შეგნებულად გააკეთა. იოსების ისტორიაში იუდას ისტორია ჩასვა, შეგნებულად აკეთებს ამას. რატომ ამას სულ ბოლოში შევეხებით? ამიტომ პროფესიონალს რო არ ქონდეს გაუგებრობა, ჩვენ არაფერი არ გამოგვჩენია, შეგნებულად ამ თავს გამოვტოვებთ და შემდგომ დავუბრუნდებით. შემდგომი თხრობისთვის გამოგვადგება, ხაზი გაუსვათ იმას, რომ ეს გაყიდვა და ეგვიპტეში ჩაყვანა, მისი გადმოსახედიდან იყო უდიდესი უსამართლობა და შემდგომში ვნახავთ აი ამ რამდენჯერ მოხდება უსამართლობის ქვეშ და როგორ ელოდება ღვთისგანგებულებით აი ამ უსამართლობის ამოხსნას და დასრულებას. ეს იოსების ცხოვრების ყველაზე როგორ გითხრათ, ყველაზე საიდუმლოებრივი და ყველაზე დიდი მხარია, რაღაცა საოცრება. სწორედ ამით ხასიათდება ჩვენ იოსებს ამ კუთხით უნდა მივაქციოთ ყურადღება, ვინაიდან ის წინასახეები, რომელიც ქვემოთ მანდრია ჩვენი მაცხოვრისა, ამ კონტექსტში განიხილება ქრისტიანულ ეგზეგეტიკაში, სწორედ ამ კონტექსტში განიხილება. მოდი დაუბრუნდეთ თხრობას, იოსები ჩაღავთ ეგვიპტეში და იქ ფარაონის ქონდა ქართულხუცესი, ზოგი ფიქრობს ცველთა უფროსი, პოტიფარი, ზოგი ფიქრობს ეს პოტიფარის კერძო საკუთარი სახელია, ზოგი ფიქრობს რომ ეს არის წოდება, ნუ ამას ახლა ასეთ მნიშვნელობა არ აქვს, თავარია ის რომ მოხდება პოტიფარის სახში. რატომაც მინდა წერილი მისი მასორტული ვერსია განსაკუთრებით ხაზს უსვავს, რომ ეს პოტიფარი არის ეგვიპტელი. ნუ არაფერში არ ჭირდება ახლა ეგვიპტეში ჩაყვანილ იოსების ახალ პატრონს ხაზი გაუსვათ, რომ ის არის ეგვიპტელი, მაგრამ წმინდა წერილი ამას აკეთებს. ამას ცოტა მოგვიანებით დავუბრუნდებით, რატომ კონტექსტია ძალიან საინტერესო და იმიტომ. და თითქოს და ეგვიპტეში არიან ახლა ეგვიპტელების და ვიღაც არა ეგვიპტელების და ეს ეგვიპტელის ხელში ამოხოდრილი. პოტიფარის სახლში იოსებს ძალიან დიდი პატივი ხვდება, როგორც მონას იმდენად, რამდენადაც ღმერთმა აკურთხა პოტიფარის სახლი იოსების შესვლით. პოტიფარი დააკვირდება, რომ იოსების ხელში ყველაფერი წარმართული, ყველაფერი კარგად წარემართება, ასე ვთქვათ, ყველაფერი გამოზდის და დროთა განმავლობაში პოტიფარი იოსების სოციალური სტატუსის ერთგვარ შემსუბუქებას იწყებს და საბოლოოდ მთელ სახლს, თავის მეურნეობას ჩააბარებს იოსებს. თუ ძალიან არ დავარღვევ თხრობას, აქვე ვიტყვი, რომ იოსები იმის ნაცვლად, რომ გაბოროტებული იყოს ცხოვრებაზე, იმის ნაცვლად, რომ როგორც მტერს ისე უყურებდეს, ვის ხელშიც მოხდა,
ემსახურება განსაკუთრებული პატიოსნებით. აბსოლუტურად გეთანხმები, ჩვენ ერთ რამეს უნდა მივაქციოთ ყურადღება. ცოტა მოგვიანებითაც ვთქვით ამას. იოსებს ახსოვს სიზმრები. სიზმრები ახსოვს იოსების მამას იაკობსაც. სიზმრები ახსოვს იოსების ძმებსაც, ჩვენ ამას ვნახავთ. ანუ ახსოვთ რაღაცა რისი აღსრულების მოლოდინიც უნდა გქონდეთ. ანუ მათი ცხოვრება წარიმართება არა პირადი ემოციებით, არამედ რაღაცასადმი მიჯაჭვულობით, რაღაცა მიღმიურისადმი, რაღაცა ყურადღების გამოხატვა. ეს ძალიან საინტერესოა, იცით, მამანდრე რას გვგზავნეთ წმინდა წერილს თუ თვალს გადავავლებთ, ჩვენ ძალიან ხშირად ხვდება ეს კონტექსტი, მოლოდინი რაღაცისა, რაღაცა დამახსოვრებულისა, რაღაცა გაგონილისა. ცხოვრობს აი ეს დიდი ადამიანები, წმინდა წერილში წამოდგენილი დიდი ადამიანები ცხოვრობენ ამ გაგონილის აღსრულების მოლოდინში. მთელი აღსრულებამდე რაც მოხდება, ამ კონტექსტში განიხილება სულ. ამის ალბათ ყველაზე დიდი შემოკრებაა თავად ყოლა წმინდა დედოფალი, როდესაც იმახსოვრებს ყველაფერს თავის ძესთან დაკავშირებით და როდესაც დასვენებულია და როდესაც დასტირის მას ამ მთლიანობას შემოკრებს და იმ სიხარულში გაუცხადება, როდესაც სისკვედით აღდგარ თავის ძეს ნახავს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი კონტექსტია. იოსებიც ასეა. თქვენ თვითონ არ იყოს იოსები გაბოროტებული რომ იყოს და იოსები რაღაცნაირად ასე ვთქვათ ღმერთზე დამდურებული რომ იყოს, მას ალბათ ძლიერ გაუჭირდება და ვერ შეძლებს პატიოსნად მსახურებას. არა, ჩვენ ცოტა მოგვიანებებით ნახავთ რომ იოსები უყურებს იმას თუ ღმერთმა სადმე იყვანა ის. აი ცოტა მოგვიანებით ძალიან კარგ კონტექსტში გამოჩნდება, როდესაც იოსები თავისი ამბის მოყოლას იწყებს და ამ ამბავში არ ახსენებს საერთოდ არ ძმებს, არავის არ ახსენებს. მოვლენას უსვავს ხაზს. აქ მოხვდი. რატომ მოხვდა ეს არავის საქმე არ არის. ის ამბობს რომ აქ მოხვდი. პოტიფარიც საკმაოდ გონიერი ჩანს, თუმცა ამ კაცს თავისი პრობლემები აქვს. იოსებს დაინახავს, როგორც ერთგულ მსახურს და მას ჩააბარებს თელ თავის სახლეულობას, მეურნეობას. საქმე ის არის, რომ ეფრემასური თავის ეგზეგეტიკაში ინახავს ძალიან საინტერესო იუდაურ გარდამოცემას, ძალიან საინტერესოს. რომელსაც ეგზეგეტიკაში იყენებს და ხშირია მის ეგზეგეტიკაში ასეთი დეტალები და ეფრემასური გვეუბნება რომ პოტიფარი ფარაონთან ძლიერ დაახლოებული კაცი იყო თავისი ცოლის მხრიდან. ანუ ცოლი ენათესავება ფარაონს და ცოლი არის რომელმაც ასე ვთქვათ განაპირობა მისი ქმრის აი ესეთი სოციალურ მაღალ საფეხურზე მოხვედრა. ალბათ ეს ქალი სარგებლობდა ამ თავისი პრიორიტეტით და წმინდა წერილი გვეუბნება რომ ამ ამბების შემდეგ იყო რომ პოტიფარის ცოლმა თვალი დაადგა იოსებს. რა ამბების შემდეგ იყო? აი ამ ამბების შემდეგ, როდესაც პოტიფარმა იოსები წამოწია წინ და მთელი სახლი ჩააბარა მას. შეიძლება თავის დროზე ეს ქალი ყურადღებას არც აქცევს იოსებს, მაგრამ როდესაც ასე ვთქვათ იოსები წამოიწია, პოტიფარის ცოლმა თვალი დაადგა. პოტიფარის ცოლი ცნობილია როგორც საკმაოდ გარყვნილი ქალი. როგორც ჩანს, მე პოტიფარი მაინდა-მაინც არ სიფიცხით არ უდგება და არ სჯის მაშინვე, თუმცა ყველა შესაძლებლობა ჰქონდა სიკვდილით. ხო და ეფრემასური ამას ეყნობა, სწორედ ამას ამბობს, რომ პოტიფარი ერთგვარად ვალდებულებად გრძნობს თავისი ცოლის წინაშე, მან იცის აკარყვნილიც არის მისი ცოლი, მაგრამ თვითონ ეს სოციალური პოსტი, ეს სოციალური სიმაღლე მას ბევრ რამეზე უარს ათქმევინებს. საინტერესო რა არის? საინტერესო ის არის, რომ წმინდა წერილი ხაზგასმით ამბობს, რომ იოსები იყო ძალიან ლამაზი, თვალადი და ტანადი. ძალიან ლამაზი, არსებობს ასეთი აქადური გარდამოცემა, ძალიან საინტერესო. ღმერთმი რო ქმნიდა სამყაროს, შექმნა სილამაზე და 10 ნაწილად დაყო ის. ერთი ნაწილი მთელ სამყაროს მისცა, ხოლო 9 იოსებს დაუტოვო. იმდენად იგივე თხრობის გაგრძელება ამავე გარდამოცემაში, რომ ეს პოტიფარის ცოლი თავის ასე ვთქვათ მეგობარ ქალებთან ერთად, რომლებიც ასევე მაღალი სოციალური წრიდან არიან და ერთგვარ რაღაცა ელიტარულ საზოგადოებას წარმოადგენენ, შეკრებილები არიან და მზის ვაშლებს, ანუ ფორთოხალზეა საუბარი, ამას თლიდნენ და ეს პოტიფარის ცოლი უყვება თავის ამ მეგობრებს, ამ დაქალებს, როგორი ლამაზი მონა მოიყვანა მისმა ქმარმა სახლში. ახლა
მონა და ლამაზი ძალიან იშვიათობა იყო, იმიტომ რომ მონა თავისი სტატუსით დაჩაგრული იყო, ანუ ღმერთისაგან მიუხედავი იყო და ნაკლებად აქცევდნენ ყურადღებას, მაგრამ რაღაცნაირად აი განსაკუთრებული შემთხვევები როცა იყო, თვალს დაადგავდნენ მას ისე როგორც ეს პოტიფარის ცოლმა გააკეთა. ეს გარდამოცემამოს არ უჯერებდნენო დაქალებიოს, მეგობრები არ უჯერებდნენო იმას პოტიფარის ცოლს და თანამ ფორთოხალს თლიან, ამ სისვაშლებს თლიან და როდესაც შემოაღეს ახლა მოულოდნელად შემოაღო იოსებმა კარებიო და როცა შეხედესო მქალებმა იოსებსო დატყვევებული იქნენ მისი სილამაზით და ისე რომ არ შეწყვიტესო აი ამ ფორთოხლის თლა და ყველას თითები გაეჭრაო ისე და ეს გაჭრილი თითი ყოველთვის ახსენდებდათო რა როგორ მოგონი მონუსხულნი იყვნენ იოსების სილამაზით. ახლა რატო ვაკეთებთ ასეთ აქცენტს ყველაფერ ამაზე? საქმე ის არის რომ იოსები არის ეს თქვენ აბსოლუტურად სამართლიანად აღნიშნავთ თავიდანვე უსამართლოდ მოძულებული, უსამართლოდ გაყიდული, უსამართლოდ მონაჩავარდნილი, მაგრამ მას აქვს რაღაცა საოცრად ისეთი კარგი ბუნებრივი მონაცემი, ხო ძალიან ლამაზია, იმდენად ლამაზი, რომ პოტიფარის ცოლი იწყებს მასთან დაახლოებას და რამდენჯერმე შესთავაზებს, რომ მასთან დაწვეს. აი რა არის იოსებისათვის ეს? იოსებისათვის ეს არის აი ძალიან ემოციური რო არ ვიყოთ, ხო? გამოსავალი არსებული მდგომარეობიდან, ხო? პოტიფარის ცოლი, რომელიც დაახლოებულია თუ ეფრემასორის ამ ეგზეგეტიკას დამენდობით ეს იუდაურ გარდამოცემაში დასტურდება, რომ ის საკმაოდ ახლოს არის ფარაონთან და მისი ქმრის სოციალური სტატუსის წამოწევა ის კავშირებს, ნათესაურ კავშირებს უკავშირდება. მაშინ იოსებს სწორედ ასეთი ვიღაცა ჭირდება, ასეთი ძლიერი ამას ქვეყნისა ჭირდება, რომელიც რაღაც გარკვეულწილად მის ამ ძიმე მდგომარეობაში ამსუბუქებს. პოტიფარის ცოლის სურვილის რეალიზებით იოსებს თითქოს და არაფერი უნდა აკლებოდეს, ამას თვითონ ეს გარყვნილი ქალი სთავაზობს, მას რომ ქმარი ვერ გაიგებს ვერაფერს. ანუ გააკეთე ის, რაც შენთვის ყველაზე უფრო კარგი გამოსავალია, მონობიდან გათავისუფლება, პრივილეგიები. პლუს ამას. და არ გეკუთვნის თუ რა ამდენი უსამართლობის მერე და ამდენი წვალების და ამდენი წვალების მერე, ხო ასეთი სილამაზე მოგცა ღმერთმა და პლუს ამას შენ პირეს რაღაცაში ტანჯვაზე კი არა, შენ სიამოვნებაზე გადის ეს ყველაფერი და შენი ვნებების დაკმარებაზე გადის ეს ყველაფერი, მაგრამ საინტერესო რა არის? საინტერესო ის არის, რომ იოსები პასუხობს, რომ შენმა ქმარმაო თელ სახლზე დამადგინაო. ყველაზე მაღალაო. ყველაფერზე მომცა უფლება გარდა შენი თავის, რადგან შენ ცოლი ხარ მისი. შენზე არ მაქვს მე ფლობა, მე შენ მაგრამ გაუგებარია, ჩემი ქმარი ამას ვერ გაიგებს პოტიფარის ცოლისათვის გაუგებარია იოსების პოზიცია. შენი ქმარი ვერ გაიგებს, მაგრამ ვინ გაიგებს ამას? ვინ დაინახავს ამას? იმაზე აქვს სწორედ მიჯაჭვული, იმასთანაა მიჯაჭვული იოსების აზრი. ღმერთი დაინახავს ამას. ღმერთი დაინახავს იოსების გამყიდველობას, იოსების მოღალატეობას, უნდობლობას, რაც იოსებს როგორც ღვთისმსახურს არ ეთვისება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია მამანდრე, იმიტომ რომ ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ ზოგი ერთი არამართებული წარმოდგენით ღვთისმსახურება მხოლოდ რაღაც ტაძარში ხორციელდება იმ დროს, როდესაც ღვთისმსახურება ეს ცხოვრების კონკრეტული ფორმა, აზროვნების კონკრეტული წესია. რომ ღმერთი აცხოვრო შენთან ერთად. ღმერთი აცხოვრო შენთან ერთად, შენი ცხოვრო ღმერთთან ერთად. თანამოქმედი იყოს. ხო, ძალიან საინტერესოა აი ქართულ ენაზე. ჩვენს რეალობაში ძალიან აქტუალური არის ეს მომენტი, პიროვნული თვისება იოსებისი, რომ მას აქვს თავისი სიმართლე და ამ სიმართლეს არ გადადის. მას აქვს თავისი შინაგანი მსახურების რაღაცა გარკვეული საზღვრები და ამის იქით არ გადადის, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი გასაჭირია და აი ასეთი საცტური. ხო საქმეც ეს არის, მამანდრე, ამას ვამბობდი, ქართულ ენაზე გამოიცა საკმაოდ კარგი თარგმანი, ცნობილი ბალამუტის წერილები არის, ასეთი ძალიან კარგი. მე ყველას ურჩევ ამ წიგნის შეძენას და წაკითხვას. და იქ არის ერთ-ერთი გრაგნილი, ერთ-ერთი ეპისტოლე, რომელსაც აი ამ დაცემულ ძალებს შორის მიმოწერა და ერთ-ერთი საჩივარი და ერთ-ერთი სატკივარი, რაც აი ამ გამოუცდელ დაცემულ ძალას აქვს და თავისი მასაწერს, ხო? არის რომ რამდენიმე ადამიანი გამექცაო ეკლესიაში და პასუხი არის საოცარი. მაგაზენ უდარდობო რომ ეკლესიაში გაგექცაო. თავარიაო და არწმუნო ეკლესიაში ვისაც ეძებდაო ის იქ იპოვაო. იქ არისო, გარეთ რო გამოვაო, არ გამოაყოლო, იქ დაატოვებინეო. მოდი უთხრათ მაყურებელს რას გულისხმობს ბალამუტის წერილები. ხო ეს არის ხნიერი, გამოცდილი
დემონი თავის შეგირდ პატარა დემონს ასწავლის როგორ შეაცდინოს ადამიანები რომ როგორმე ღმერთთან არ მივიდეს. ანუ ამის შესახებ არის თხრობა ძალიან საინტერესო უკუ პერსპექტივით არის. უკუ პერსპექტივით არის ეს წარმოდგენილი კი. ხო ანუ კარგი იქნება თუ გაეცნობით. კი, და ქართულ ენაზე ანათარგმნი გამოსული ეს იყიდება იმაში რა ქვია ჩვენს წიგნების მაღაზიებში. საკმაოდ საინტერესოა რომ თავარი არის ღმერთი არ იყოს შენ ცხოვრებაში, იყოს ღმერთი შენთვის ტაძარში, იყოს ღმერთი შენთვის იქ რაღაცა სანთელსრუანთან, მაგრამ აი ავტობუსში თუ ზიხარ, სამსახურში თუ მიდიხარ, იქ აუცილებელია რა აღმოჩნდა. ეს არის ყველაზე მზაკრული ხრიკი დაცემული ძალისაგან, როდესაც სადღაც არის ღმერთი შენთვის და სადღაც არ არის ღმერთი შენთვის. ხო, აქ დეიზმის პრობლემა შემოდის, როდესაც ღმერთს კი აღიარებს, არ უარყოფს, მაგრამ მასთან ცოცხალ კავშირს უარყოფს, ის სადღაც არის. არის, მაგრამ სადღაც არის. ის არ ეხება აქაურობას. შენ არ ეხები იქაურობას და ეს რაღაც ავტონომი გამიჯნულობა. ანუ რისი თქმა მინდა. იოსების სიმაღლე და იოსების სიძლიერე მოაზრებულია არა ის რომ თვითონ იოსებია ძლიერი, არა, მისი აზროვნების ფორმა ასეთი და სწორედ ამ აზროვნების შედეგად მას აქვს ძალა მიცემული ღმერთისაგან, ასეთ საცდურს დაუწყდეს, როგორც პოტიფარის ცოლისაგან შეთავაზებული სასტურია. მოდი მეორე მხრიდან შევხედოთ ამას. დაყვა იოსები პოტიფარის ცოლის შეთავაზებას. რა მოყვება ამას? რა მოყვება ამას? შეიძლება ამას მოყვეს იოსების შეიძლება. ამას მოყვეს იოსების ერთგვარი მდგომარეობის გაუმჯობესება, მაგრამ იოსები ერთი მონობიდან მეორე მონობაში გადადის. კი, იოსები შეიძლება პოტიფარის მონა აღარ იყოს და გაცილებით მაღალი პრივილეგიებით სარგებლობდეს და სულ სხვა სტატუსი შეიძინოს, მაგრამ ის სხვა რამის მონა ხდება. და წარმოვიდგინოთ ერთი წუთით ეს ორი პროტოტიპი იოსები, რომელმაც თავი შეიკავა, უარყო, არ ახვა და მეორე, რომელიც ახლა ჩვენ დავხატეთ. სრულიად ჩაკარგული იქნებოდა ახლა ამ თხრობაში და ეს არ იქნებოდა ის დიდი მონუმენტური პიროვნება, ხო, რომელიც განსაზღვრავს ძალიან ბევრ რამეს და არის წინასახე და აქვს დიდი მიზანი და არის რაღაცა ესეთი კულმინაციური და ნახეთ რა საინტერესო, აი სწორედ ეს განსხვავება იწყება მაშინ, როდესაც ეს ერთი იწყებს ღვთისმსახურებას და ის მეორე თავსანებებს ღვთისმსახურებას. არსებითი განსხვავება, არსებითი ხაზი გადის აქ. ღვთისმსახურებაში, ღვთისმსახურება არის ის რაღაცა, რაც შენს პიროვნებას, ადამიანობას ძალიან დიდი აზრით აშინაარსებს. ეს არის იოსების საჯვარედინი. კი ბატონო, ამაში არის იოსების საჯვარედინი და ალბათ ადამიანი, რომელიც ეცნობა მის ცხოვრებას, მაშინვე უნდა ხედავდეს, რომ როგორც იოსებს შეიძლება მასაც ძალიან დიდი მიზანი ქონდეს, ღვთის წინაშე ძალიან დიდი როლი ქონდეს შესასრულებელი და ესე გაყვეს აი ამ ვნებების ნიაღვარს ნიშნავს ცხოვრების ფაქტიურად დანგრევას, წაშლას და იმ დიდი მისიისაგან შორს დგომას. პოტიფარის ცოლი, რომელიც კონკრეტული პიროვნებაა წმინდა წერილში, ზოგადად რო ავიღოთ ასეთი შეთავაზება ყველა ადამიანს აქვს თავის ცხოვრებაში. ყველა ადამიანი ემუნება რაღაცას, ყველა ადამიანი ვნებების მონობისკენ არის, ასე ვთქვათ, დაცემული ძალა ვნებების მონობას თავაზობს და რაღაცნაირად პოტიფარის ცოლი ყველა ადამიანის ცხოვრებაში ჩდება თავისი საკრული შეთავაზებებით. აი ქრისტიანობა საოცარ ამას, ქრისტიანობისათვის თავისუფლება ერთი მონობიდან მეორე მონობაში გადასვლა კი არ არის, არა, ორივე მონობაზე უარის თქმა. ეს არის ძალიან ცნობილია მაგალითად რაღაცა ვარჯიშები, რომელშიც მიმართულია იქითკენ, რომ ერთ ვნებასო თავი დაანება, მეორე ვნებას უნდა მიმართო და ეს მეორე ვნება პირველ ვნებას თავს განებებინებს. აბსოლუტური უტოპია, არაფრის გამკეთებელია. ღვთის მონობა გათავისუფლებს ვნებების ღვთის მონობა განთავისუფლებს. ანუ ვნებების მონობა გათავისუფლებს ღვთის მონობის. და არსებითად საინტერესო რა ღვთის მონად ვერ რჩება. ის სწორედ რომ მონობიდან არის უკვე სხვა საფეხურზე მეგობრობის და მოლოცეობის საფეხურზე. ანუ არსებითად და ვნებების მონობას ყოველთვის ამ მონის სტატუსში გტოვებს. და მძაფრდება. და მძაფრდება თავისთავად ხადია. აი იოსების პასუხი, რომ მე შენზე ფლობა მე ამას ვერ გავაკეთებ, ანუ იოსების აზრი, რომ მე შენი გმარჯელება ვერ გაიგო, შენ მაქვარმა, ღმერთი ხედავს ამას ყველაფერს. აი ამას ემყარება, აი ამას ეფუძნება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, ეს განსაზღვრავს იოსების პიროვნებას, აზროვნებას, ცხოვრებას. ამაზე ქრისტიანულ ლიტერატურაში განსაკუთრებული ყურადღებაა მიქცეული. და აი როდესაც აი ეს გარყვნილი ქალი პოტიფარის ცოლისათვის გაუგებარია. მონა იოსები,
რანაირად არ სარგებლობს აი ამ შეთავაზებაზე და ვის უბედავს უარს. ანუ როგორ აკეთებს აი ამ ქალისათვის იოსები მთლიანად გაუგებარი. ესეც წინასახეობრივია. ესეც წინასახეობრივია, რადგან არ ესმის ვნებებში ჩაძირულ ადამიანს იმ ადამიანისა, რომელიც ვნებებს ებრძვის, შეიძლება ვნებისაგან თავისუფალი არ არის, მაგრამ ებრძვის, იცის რომ ეს ვნება ცუდია. არ ესმის, რატო არ შეიძლება ამ ვნებებს მიეცე, რატო არ შეიძლება დატკბია ვნებებით. იმისა, ვინ შეიძლება დაეცა, მაგრამ ამბობს რომ ეს დაცემა სიცუდია. მე უნდა ვეცა თუ აღარ დავეცე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ქრისტიანობა არ საუბრობს, აი ამას ხაზი გაუსვათ. ქრისტიანობა არ საუბრობს დაუცემელ მდგომარეობაზე. ქრისტიანობა საუბრობს დაცემიდან წამოდგომის პროცესზე. ეს არის ქრისტიანობის რაღაცა ძალიან დიდი მნიშვნელობა. აქ არ არის საუბარი დაუცემელობაზე, უცოდველობაზე, უშეცდომობაზე, არა. ამ დაცემის შემდგომ ამ დაცემაში ვარ მყარდები. ამ შეცდომის შემდგომ ამ შეცდომას უარი თქმობ. ეს არის ქრისტიანობის ყველაზე მნიშვნელოვანი. ამიტომაც აი პოტიფარის ცოლს არ ესმის, ვერ გებულობს და რადგანაც ვერ გებულობს, იწყება ისაც ყოველთვის ხდება. აგრესია პოტიფარის ცოლიდან იოსებისადმი და არა იოსებისაგან პოტიფარის ცოლისადმი. რა წაიღე ტვინი ხო ერთხელ უარი გითხარი ორჯერ. არა, იოსები 1000 ჯერ ვეიტყვის უარს. იოსები არ არის აგრესიული, არა, აგრესიული არის ეს ვნებებს დამონებული ქალი, რომელიც ვნებას ვერ იკმაყოფილებს. და შურისძიება იწყება. ხო და ეს სიმპტომატურია თუ დავაკვირდებით. ძალიან ხშირად არის ხოლმე მოგვიწოდებენ მშვიდობისაკენ, რაღაცა იმისაკენ, ურთიერთგაგებისაკენ, მაგრამ ეს ყველაფერი ხდება აგრესიის რაღაცა ისეთი ტონის რაღაცა ისეთი მოწოდებების ქვეშ, რატო? იმიტომ რომ რაღაცა ვნებაა, რომელსაც რაღაცა მიზანია, რომელსაც ვერ აღწევენ და რაღაც სხვა მიზნით, სხვა შემოვლითი გზით უნდათ ამის მიღწევა. მე ხდება ნამდვილი სახე. მე ხდება ნამდვილი სახე, აგრესიული სახე, იმიტომ რომ აი როგორც პოტიფარის ცოლთან დაგვიწყდა, პოტიფარის ცოლმა უკვე მთელი თავისი აგრესია გამოავლინა, როდესაც დაიმარტო ხელა იოსები და მის სამოსელს ჩაებღაუჭა. აი ახლა ეს სამოსელზე ერთი წუთით გავაჩეროთ ყურადღება. იოსების ცხოვრებაში ჩვენ გვაქვს ერთი ძალიან საინტერესო თავისებურება. აი მარტო იოსების ცხოვრებაში გვაქვს ეს. როგორც კი წმინდა წერილი იტყვის, რომ იოსების სამოსლით შეიმოსა, მომენტალურად იწყება თხრობა იოსების სოციალურ საფეხურზე აღმასვლის. როგორც კი ეს სამოსელი შემოეძარცვა, რაღაცა უნდა მოხდეს. ეგრევე ტრაგედიების და პრობლემების ხანა იწყება. აი შემოსა იაკობა იოსები აი თავის ჭრელი ხალათით და იოსები გამორჩეულია და ასე ვთქვათ მისი ზეობის პერიოდი. უცმება შემოახიეს ეს ისა, მონობის პერიოდი იწყება. აი ახლა ეთყობა რაღაცა სამოსელი ჩააცვა პოტიფარმა თავის გამორჩეულ მონას, თავის გამორჩეულ სახურს და სწორედ აი ამ ისა ქვია აქედან იოსების სტატუსი ამაღლებულია პოტიფარის სახლში, მაგრამ აი ამ სამოსელს შეებღაუჭა ახლა ეს კაცი. აი ეს შემოახია მას. ჩვენ უკვე წმინდა წერილში უნდა ველოდებოდეთ, ხდება რომ იოსების ცხოვრებაში უკვე ახალი ტრაგედიები იწყება. და მართლა წმინდა წერილში, როდესაც აი ეს ჩაებღაუჭება ეს ქალი იოსების სამოსელს და თავისკენ მოიზიდავს, იოსები საწინა აი ამ დროს უკვე ფიზიკური კონტაქტია, ხო? ნუ რა ძალიან დიდი ძალა გჭირდება. ძალიან დიდი სულიერი ძალა გჭირდება. ამ ქალს, ამ ვნებას, ამ სასტურს არ დაემონო. აი ჩვენ მამა ანდრია თუ წმინდა წერილს ყურადღებით წავიკითხავთ, წლებს იოსები გაყიდულია 17 წლის ასაკში, ის მერე აღზევდება 2 წლის ციხეში, იდგა მესამე წელს გამოვა, აღზევდება 30 წლის ასაკში. თუ გადავალაგებთ ამ წელს ერთმანეთზე და დავითვლით, აღმოჩნდება რომ 11 წელი ებრძოდა იოსები პოტიფარის ცოლის აი ამ შემოტევას. 11 წელი. ყოველ შემთხვევაში შეიძლება მომენტალურად მიყვანისთანავე არ დაიწყო მართლა, მაგრამ პოტიფარის სახლში 11 წელია იოსები. მოდი ესეც ვთქვათ, რომ მაგ ერთხელ მაინც რომ დათანხმებულიყო, ერთხელ მაინც რომ ეღალატა თავისი პრინციპისთვის, ეს იყო სრულ მონობაში ჩავარდნის ტოფას. ხო, რაღაცა კიდევ ვეღარც გამოვიდა ვერასდროს, უმეტეს ესეთი ქალი, რომელიც დახელოვნებულია ამაში, თან გავლენიანია, თან ქმარზე უფრო გავლენიანია ფარაონის წინაშე შეიძლება ვივარაუდოთ. კი ბატონო, თუ ეფრემ მასურს დავენდობით ეს ნამდვილად ასია, ხო? მაგრამ აქ ნახეთ რა არის კიდევ, ჩვენ უნდა კარგად დავაკვირდეთ, როგორია 11 წელი ებრძვი ილუზიას, ყალბ შემოთავაზებას. აქ მარტო რუშობის ვნებაზე, აქ მარტო ქალთან დაწოლის პრობლემაზე არ არის, აქ უფრო მეტია, ამის უკან უფრო მეტია. და ჩვენ ძალიან კარგად უნდა როგორ შეძლო ეს იოსება, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ. იოსები აზროვნებს ისე. აზროვნების წესი აქვს, ფორმა აქვს ასეთი. აკვიატება კი არ არის, არა.
პიროვნება. სხვა ცხოვრება არა აქვს. სხვა ცხოვრება არა აქვს. ღვთისმსახურია. და როდესაც იოსები მეორე მხარეს გაიწევა და ეს ქალი ეჯაჯგურება, აი აქ სამოსელს შემოახებს, ეს სამოსელს შემოახებს და იოსები გაიქცევა. ჩვენ უკვე ველოდებით წმინდა წერილში, რომ უნდა დაიწყოს უკვე თხრობა, რომელიც იოსების ახალ ტანჯვაზე მოგვითხრობს. იმიტომ რომ დასაცმელი გაიხო. ხო, რაღაც სიმბოლოა ის, მარტო იოსების ცხოვრებაში ჩანს ბიბლიაში ეს ისა რა. ეს კანონზომიერება, ბჭყალებში სიტყვა კანონზომიერება ამ შემთხვევაში ბჭყალებში თავისთავად. და ეს ქალი დაიწყებს კივილს და წივილს, როგორც ზოგადად ჩვევიათ ხოლმე ამ დროს თავისი ვდენბების, თავისი ვითომ კარგი ადამიანობის და პატიოსნების გამოსაჩენად ყველაზე ისეთი აპრობირებული სახეა დაიწყო ჩივილი და კივილი და აქცენტები გააკეთო, როგორი კარგი ვარ მე და როგორი ცუდია ვიღაცა. აი ეს მე არ ვიცი ახლა დიდი სპეციალისტები თავიანთ შეხედულება ექნებათ, მაგრამ ზოგადად როგორც მე ვარ დაკვირვებული, ხო? ეს ძალიან ისეთია, რაღაც ფორმულასავით არის, აი ვიღაცა რომ რაღაცა აი ამ მეთოდს მიმართავს, ხო? ძალიან დიდი ეჭვი უნდა გაგიჩნდეს მის სამართლიანობაში, ხო? ვიღაცა მონა ებრაელი მოუყვანია ჩემ ქმარს, შემოვიდა ჩემთან საარშიკოდ და მე ასე ვთქვათ უარი უთხარი მას, აი ეს ტანისამოსი გვერდით უდევს ქმრის მოსვლამდე, როგორც მტკიცება იმისა, რომ იოსებთან ის მართალია და იოსები დამჭირდა. საინტერესო გახლავთ ის, რომ აი იონე ოქროპირი ამბობს წინდა ხედულებას და გონიერებას შეებაო ავხორცობა და უგუნურება. ეს შეჭიდება მოხდა. და რა დარჩა პოტიფარის სულს ხელში? კი იოსებს ეს შემოეხია, ეს ტანისამოსი დარჩა და ამ დროს მედელონელი იტყვის, არაფერი აღარ რჩებათ ხელში, მათ ვინც ღვთისწმინდანების წინაშე იბრძვიან. ანუ ღვთისწმინდანების წინაშე ბრძოლა რა არის? დაისაკუთრონ ისინი, დაემონონ და დაიმორჩილონ ისინი. ვერაზოს ხელში ვერ ჩაიგდებენ. ყოველთვის ხელმოცარული დარჩებიან, ისე როგორც ხელმოცარული რჩება პოტიფარის ცოლი. წმინდა წერილი აგრძელებს თხრობას იმასთან დაკავშირებით, რომ მოვიდა პოტიფარი და აი ეს სცენები დაუდგა მისმა ცოლმა თავისი პატიოსნების შესახებ და წმინდა წერილში წერია, რომ განრისხდაო პოტიფარი, მაგრამ არ წერია რაზე განრისხდა. კონტექსტს მივაქციოთ ყურადღება, რომელსაც სხვადასხვა ეფრემასორიც აქცევს ყურადღებას და იონე ოქროპირის ამდენადაც მახსენდება. რომ თუ პოტიფარი განრისხდა იოსებზე, პოტიფარს შეუძლია იოსები ყველაზე მკაცრად დასაჯოს. იოსები კანონების თანახმად არის სიკვდილის ღირსი, რომელმაც მონამ ხელყო ბატონის ცოლი. ცელობა ჰქონდა. მაგრამ ჩვენ ვნახავთ, რომ იოსებს პოტიფარის სიკვდილით არჩის. ვიზე განისხდა და რაზე განისხდა და კიდევ მინდა ეფრემასორს დაუბრუნდე და სწორედ აქ დავეყრდნო და აი აქ წარმოვადგინო მისი ეგზეგეტიკის აბსოლუტური სამართლიანობა, რომ პოტიფარმა ძალიან კარგად იცის მისი ცოლი რაზნეს არის და რა ჩვეულების არის და როგორი ავხორცი არის და ამას ითმენს ისევ და ისევ თავისი პოსტის შენარჩუნების გამო. მაგრამ საინტერესოა თვითონ იოსები რას აკეთებს. რატო არ გარბის? იოსები გაიქცა უკვე, მაგრამ არ გაქცეულა პოტიფარის სახლიდან. იოსები გაიქცა პოტიფარის ცოლისაგან. შეუძლია იოსებს ახლა დაატოს და უკარმოსაბრუნებელი მას მაინც არ აქვს და გაიქცეს, შორს გაიქცეს. ამას არ აკეთებს. არ აკეთებს ორი მიზეზის გამო. პირველი, იოსებს თუ პოლიციური ძალები დაედევნა და დაიჭირა, მაშინ იოსები თავს ვერ გაიმართლებს. დამტკიცდება მისი. ხო, რას გაურბოდა თუ მართალი იყო. ის რო თქვანია. იოსებს იმედი უჩნდება სიმართლის პოვნისა, მაგრამ სიმართლის პოვნისა ვისთან? აი ამ ეგვიპტელ პოტიფართან. და რატო რანაირად? სიმართლე მან თავის ძმებთანაც კი ვერ იპოვა. თავის საკუთარ მშობლიურ ოჯახში კი სიმართლე ვერ იპოვა. იქაც კი მოსაკლავად გაწერეს. და რისი იმედი აქვს? აი იმის იმედი აქვს, ვის იმედიცაც 11 წელი ებრძოდა ევნებას. აი ამ ილუზიებს, აი ამ შემოთავაზებას. ის ორი სიზმარი უნდა აღსრულდეს. იოსები ელოდება 11 ძნას, იოსები ელოდება 11 ვარსკვლავს და მზეს და მთვარეს. ამიტომ შეიძლება მის ცხოვრებაში ბევრი ტრაგედიები წაეწყოს, მაგრამ გამოსავალი მაინც აუცილებლად იქნება და ის იქნება ღმერთში. ამიტომ იოსები არცად არ გარბის. წმინდა წერილი გვიყვება, რომ პოტიფარმა იოსები ჩასვა ციხეში მეფის დამნაშავეების, ანუ იქაც მეფის წინაშე დამნაშავეები ისწრდნენ. ანუ სხვადასხვა ციხეები არსებობს. ხო და მე ვფიქრობ ეს არ არის ყველაზე უფრო
ყველაზე უფრო მკაცრი. ეს უნდა იყოს ასე ვთქვათ პოლიტიკური დამნაშავეების ციხე, წინასწარი დაკავების ციხე, რომელთა ბედი ჯერ კიდევ გადაწყვეტილი არ არის და რომელთა მიმართ გამოძიება წარმოებს. აი ეს არის ძალიან საინტერესო. აქვე რო ჩავართოთ. არსებობს ესეთი გარდამოცემა ამასთან დაკავშირებით, რომ სასამართლოზე მოსამართლეებს ღვთისგან წაგზავნილი ანგელოზი გაბრიელი ეუბნება, რომ ნახეთ ვისითა სამოსელი არის დახეული. თუ პოტიფარის ცოლის სამოსელია დახეული, ეს მიანიშნებს იმას, რომ იოსებია დამნაშავე, ხოლო თუ იოსების ტანსაცმელია დახეული, ესე იგი იოსები მართალია და პოტიფარის ცოლია მოწალადი ამ შემთხვევაში. ლამაზი გარდამოცემა. ძალიან ლამაზი გარდამოცემა და საქმეც ეს არის ყველაზე საინტერესო. იმიტომ ჩვენ სულ ლაპარაკობთ, რომ იოსები გრძნობს ღვთის ახლოს ყოფნას, იოსები სულ ღვთის შეწევნას და იმედი აი ამ სიზმრის თუ მისი ასეთი მიზნის, დიდი მიზნის სულ მასთან ერთად არის. და საინტერესო სწორედ ეს არის, რომ აი პირები, ვისაც ახსენებს წმინდა წერილი, სულ გამოძიების ქვეშ არიან. ჯერ მათი საქმე ძიების ქვეშ არის და ბრალი დადებული არ აქვთ. დამტკიცებული არ აქვს, დამტკიცებული არ აქვს. აი აქ ასევე ხელს მოუმართავს ღმერთი იოსებს. აი როგორ არის ის, აი იოსები სადღაც შეიძლება ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდეს, მაგრამ იმ ცუდ მდგომარეობაში ყველაზე კომფორტულ ადგილას აღმოაჩენს ღმერთი. კი, იქ უჭირს, მძიმედ არის, იქ მონობაში გაყიდიან, იქ ციხეშია, მაგრამ აი ამ ძიმე ადგილებში ყველაზე ასე ვთქვათ, კარგ მდგომარეობაში არის ხოლმე წარმოდგენილი იოსები და იოსებთან დაკავშირებით ნათქვამია, რომ ახლა უკვე ციხის ისა, რომელსაც სხვათა შორის არ ისე დაკურებით არის ეს ტექსტი წასაკითხი. ასე ვთქვათ, ამ ციხის მეთაურიც თვალს დაადგავს და პატიმრების, ასე ვთქვათ, აი ამ მომსახურებას დაავალებს. ციხის მომსახურებას დაავალებს. ორ პიროვნებას ახსენებს წმინდა წერილი, რომელთანაც შეიძლება სხვა ზმებთანაც ქონდა ურთიერთობა, მაგრამ ეს ორი პიროვნება აინტერესებს წმინდა წერილს, ეს არის წნეთუხუცესი და მეპურეთუხუცესი. სხვათა შორის მასორეტული ტექსტი თავიდან არ ამბობს, რომ ისინი ასე ვთქვათ, წნეთუხუცესი და მეპურეთუხუცესი, უბრალოდ ამბობს იყო წნე და მეპურე. ასე ვთქვათ, ამ იმის თავრები რო იყო, არ ამბობს. ამას ამბობს სეპტუაგინტას ტექსტი. ანუ ბერძნული თარგმანი და მე მასორეტული ტექსტი იმეღორებს, რომ ეს მეპურე და მწნე, სწორედ რომ მეპურე თუ ხუცესი და მწე თუ ხუცესია და ამას სეპტუაგინტის ტექსტი თავიდანვე ამბობს, რატომ ამბობ ამას? მე მინდა ჩვენს მსვენელებს უთხრა, რომ წმინდა წერილის პირველი ეგზეგეტიკა, წმინდა წერილის პირველი განმარტება ისევ წმინდა წერილი. აი ამაზე ავთენტური განმარტება, ამაზე ავთენტური ეგზეგეტიკა ეკლესიის ისტორიაში არ არსებობს. წმინდა მამათა ეგზეგეტიკა სწორედ ამას მოყვება, მაგრამ თავში აი მთავარი ეგზეგეტიკური კრებული წმინდა წერილისა ისევ წმინდა წერილი. და ჩვენ ამას არაერთ გზის ხვდებით. განსაკუთრებით სეპტუაგინტას თარგმანი ამას იმდენად კარგად ადასტურებს, იმდენად კარგად აჩვენებს და იმდენად ღირებულია, იმდენად ამაღლებულია ეს თარგმანი, რომ ძალიან აი სულს, აი წმინდა წერილს სულს ძალიან კარგად გვიჩვენებს. თუმცა მასორეტული ტექსტი ბევრ რამეში გვეხმარება რაღაცა ისტორიული კონტექსტის გააზრებაში. ორივე ბრალეულია ფარაონის სიცოცხლის ხელყოფაში. წეთუხუცესის და მეპურეთუხუცესიც, მაგრამ ბრალი დამტკიცებული ჯერ არ არის და აი ერთ დღესაც, ოდესაც იოსები შედის მათთან სახე აქვს დაღრეჭილი, ორივეს ცუდი სიზმარი აქვს ნანახი, უпроსტად ორივეს რაღაცა სიზმარი აქვს ნანახი და რადგან სიზმრის განმარტებელი არ აყავთ, სიზმრის ამხსნელი არ აყავთ, სასიკეთოს არაფერს მოელოდებიან და ამიტომ სახე აქვს დაღრეჭილი. იოსები შეეკითხება აი ამ მოწყენილობის მიზეზს და ისინი აუწყებენ ამის მიზეზს. იოსები ეუბნება, რომ სიზმრის ახსნა ღვთისგანაა. ძალიან თქო, ჩვენ ამას მივაქციოთ, ყურადღება გვინმე არ გაიგოს, თითქოს აქ სიზმრების ახსნის იმაზე ვართ, რა ქვია, გადაგებული და აქ სპეციალისტები არა ვართ. სპეციალისტები ხო, ზოგადად უნდა ვიცოდეთ, რომ სიზმარი ძველი აღთქმის ეპოქაში სხვა ნიშნულობით გამოდის და უკვე როდესაც ადამიანი გამოხსნილია და გამოცხადების სისავსე გვაქვს ხოლოჩობილი ძის სახით, უკვე სიზმარი გამოცხადების აუცილებელ ფორმად ვეღარ ჩაითვლება და პირიქით ძალიან ხშირ და ბევრ შემთხვევაში ის დიდი საცდურის საბაბი ხდება და ამიტომ საინტერესო. ძველი აღთქმის პერიოდში ძილში ეს ერთ-ერთი ფორმა, ერთ-ერთი ფორმა. ჩვენ შემდგომ ძალიან საინტერესო დეტალსაც შევეხებით, აი მოსეს ცხოვრებაზე რომ გადავალ, ძალიან მნიშვნელოვან რამეს ვიტყვით, მაგრამ ეს ყველაფერი ლოკალური მნიშვნელობის არის, მანამ სანამ მესია მოვა, როდესაც მესია მოდის, ადამიანი გამოხსნილია და მისი მოსვლით გამოცხადების სისავსეს ხედავთ ჩვენ ხოლოჩობილ ძეში,
უკვე ეს ყველაფერი თავის ფუნქციას კარგავს, ეს მეთოდები თავის ფუნქციას კარგავს და ჩვენ ახალი აღთქმის ეპოქაში ორი გამოცხადება გვჭება, გამოცხადება წმინდა წერილისა და გამოცხადება ევქარისტიისა. დანარჩენი ყველა თქმა სწორედ აი ამ გამოცხადებით იზომება. იოსები ხაზგასმითებობს სიზმრების ახსნა ღვთისაგანა, ამით როგორც მამები მიუთითებენ, ქადაგებს იოსები იმ ღმერთს, რომელ ღმერთსაც ის ემსახურება და ამ მსახურების გამოც ის ჯერ გაყიდულია მე. მოუყვება მწდეთ უხუცესი სიზმარს, რომ ვაზინახამან სამი ლერწამი გამოდის ვაზისაგან, ყვავილი, შემდგომ ტევანია და ამ ტევანს უწურავს ფარაონის თასში, წურავს და ფარაონს მიართმევს მას. იოსები ეუბნება, რომ სამი ლერწამი სამი დღის სიმბოლოა, სამი დღის შემდგომ ასე აღამაღლებს ფარაონი და წინანდებურად თასს მიართმევ მას. და აქ იოსები წეთუხუცეს ეუბნება, რომ ის გაყიდეს ეგვიპტეში და აქაც უსამართლოდ არის მოხვედრილი. როდესაც მიხვალ ფარაონთან, ჩემ შესახებაც მოახსენ. ოქროპირი იტყვის, აი აქ დაიქანცა იოსები. ეფრემასური იტყვის, თითო დღე, თითო წლად შეურაცხაო ღმერთმა. ეს არის რაღაც აი ის დაღრილობა, ის მოიქანცა რაღაცა იოსების აი წამუხლება აქ იოსებმა აქ მთელი იმედი დაამყარა წეთუხუცესზე, რომელზეც ნათქვამია, როდესაც ამაღლა ფარაონმა ის ასულად გამოძიებამ დაადგინა, რომ ის ფარაონის მოწამეში. იოსებ მოუთხო, ეს იზმარი ნიშნავს, რომ შენ აგამაღლებ. ხო, შენ აგამაღლებ. ხო და აი მთელი იმედი დაამყარა, რომ შენ რომ დაგამაღლებს, ჩემ შესახებაც მოუყევი. იმედი ქონდა, რომ წეთუხუცესი რაღაცნაირად იოსებზე იფიქრებდა. აი პირდაპირ ამბობს, ამას ეგზეგეტიკაში პირდაპირ ესწრება ხაზი და წმინდა წერილი გვეუბნება დაბრუნდა წეთუხუცესის თავზე, სულ არ გახსენებია იოსებ. გავეცდა იმასაც. ეს და ამაზე იმას შვებიან, რომ ჩვენ ამას ყურადღება უნდა მივაქციოთ. იმიტომ კი არ ვთქვათ ადამიანის იმედი არ უნდა ქონდეს, მაგრამ ადამიანის იმედი უნდა ქონდეს ქრისტეში, ღმერთში. ღმერთმა უნდა აღძრას ის ვიღაც ადამიანი. თუ კი ღმერთის აღძრის იმედი არ აქვს და შენ აი ამ ადამიანის ავტონომიურად აქვს იმედი, მაშინ ეს ადამიანი გიღმერთება. ჩვეულებრივ კეთაყვანისმცემლობას იწყებ ხა იოსებზე ამას არ ვამბობ თავის დავაცხადი, მაგრამ ზოგადად დამოკიდებულებას შენ გონია რომ შენ მეზობელი გაგიხსენებ, შენი მეგობარი არ დაავიწყები, არა. ქრისტემ უნდა აღძრას რომ გაგიხსენოს, მანვე უნდა აღძრას რომ არ დაავიწყდე. მაგრამ შენ ავტონომიურად მის იმედი არ უნდა გქონდეს, ადამიანის სუსტია, თავის ბედნიერებაში ჩაძირული შეიძლება სხვის უბედურება არც გაახსენდეს. ბეპურეთ უხუცესზე ნათქვამია, რომ მანაც ნახა სიზმარი, სამი მოწნული კალათა უდგას, კალათის ზემოთ ეს თავის ეს ხოპური და რაღაცეებია და ჩიტები კონტრიან მას. ესები ეტყვის, რომ სამი კალათი სამი დღეა, სამი დღის შემდგომ დაკიდებენ ხელზე და ასე დაკონტრიან ჩიტები შენს სხეულს. იოსების სიზმრები ახდა და როგორც თქვით, წდეთ უხუცესმა არ გაიხსენა იოსები, იონე ოქროპირი. მე ერთ ასეთ რამეს იტყვის. არ გაიხსნა, რადგან გამოცდილმა, როგორც გამოცდილმა მჭედელმა იცის ოქრო, რამდენ ხანს უნდა იყოს ცეცხლში იმისათვის, რომ ის ბოლომდე მაღალი სინჯის იყოს, ხო, ბოლომდე გამოიცდოს, ასევე იცის ღმერთმა, როდის უნდა გაიხსნოს წეთუხუცესმა, რომ უსამართლოდ არის იოსები მოხვედრილი ციხეში. ეხლა გაწყვეტინებ, გიორგი, ჩვენი გადაცემა დასასრულს მივახლო და მეც ვერ გავაგრძელებ თხრობას, თუმცა საინტერესო არის, რომ მოლოდინი ძალიან დიდი რჩება შემდგომი საუბრისა, იმიტომ რომ ჯერ იოსები ციხეში არის ისევ და როგორ მოხდება მისი გამოხსნა, როგორ მოხდება მისი შემდგომი ცხოვრების გაგრძელება, საინტერესო საუბარი გველოდება წინ. მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის და შემდეგი გადაცემა აი სწორედ აქედან გავაგრძელოთ. მაყურებელს დავემშვიდობები, ჩვენ დღეს ვისაუბრეთ იოსების ეგვიპტეში ჩასვლაზე, მის განსაცდელზე, რომელიც ერთის მხრივ მონობიდან ნახევრად გათავისუფლებას შეიძლება უდრიდეს, როდესაც ის დაწინაურდა პოტიფარის კარზე და მეორეს მხრივ აი უკვე ამ თხრობის ბოლოში ჩვენ ხედავთ, რომ იოსები კვლავ ციხეში არის, თუმცა იოსები არ ღალატობს თავის ცხოვრების წესს, ის არ არის გაბოროტებული არავისზე, ის მსახურობს კეთილსინდისიერად და ცხოვრობს ღვთის წინაშე და მას სხვა ცხოვრება არ აქვს, ამიტომ ნებისმიერი საცდური მასზე მოწეული მისგან არის უარყოფილი
და აგრძელებს ცხოვრებას იმ დიდი მიზნისათვის, რაც შემდგომში მან უნდა ითამაშოს ისრაელის ცხოვრებაში. დიდი მადლობა ყურადღებისათვის, გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.